ქვეყანაში არც ეკონომიკური კრიზისი გვაქვს და არც პოლიტიკური. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს ბრიფინგზე BMG-ში შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში დაახლოებით 1 საათის წინ დასრულდა, სადაც ირაკლი კობახიძე გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს, ეხმიანებოდა და ამბობს, რომ ეს სიმბოლური დატვირთვისაა და ანტიქართული ნაბიჯია. ბრიფინგს BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარე გელანტია ესწრებოდა, რომელიც ადგილზე გაკეთებული განცხადებებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. თელარა, ამჯერად მაინც თუ შეძელი შენს კითხვებზე პასუხების მიღება. პასუხები კი მივიღეთ, მაგრამ გააჩნია რამდენად საფუძვლიანი, ანუკა და არგუმენტირებული. მოკლედ, ირაკლი კობახიძეს პირველ რიგში დღეს ვკითხეთ, რას ფიქრობს თავისუფალი ბიზნესების პლატფორმა Free Business G-ზე რეგისტრირებული უკვე 500-მდე კომპანიის საერთო მოთხოვნაზე ახალ წლამდე გათავისუფლდნენ დაკავებულები და დაინიშნოს ახალი არჩევნები. კობახიძის თქმით, ეს ბიზნესები ნებსი თუ უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ქვეყანაში და მისთვის გაუგებარია საერთოდ პატიმრების გათავისუფლების ნაწილი, რადგან რომ სწორედ დაკავებულები წარმოადგენდნენ ძალადობრივ რესურსს რადიკალური ოპოზიციისთვის, ეს მისი სიტყვებია. მას ასევე ვკითხე, თუ არის მზად შეხვდეს ამ ბიზნესმენებს და არა მარტო მათ, ნებისმიერ დროსო, ასეთი იყო ირაკლი კობახიძის პასუხი. მათი ეს განცხადება მაინც ხელშემწყობი არ არის სიმშვიდისთვის, შესაბამისად შეიძლება მხოლოდ მათ მიუბრუნდეთ უკან, თუ დავუშვათ ხელი შეეწყობა იმ მცდელობას, რაც დაკავშირებული იყო მაიდანთან, რაც დაკავშირებული იყო ქვეყნის არევასთან. რეალურად გარკვეულწილად ეს არის ამ ყველაფრის ხარდამჭერი განცხადება. თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს სიმყარე, მათ შორის ამ ბიზნესებსაც რომ ჰქონდეთ სიმყარე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნებსით უნებლიეთ უპირისპირდებიან სიმშვიდეს ამ ქვეყანაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ შორის ამ ბიზნესების ინტერესების დასაცავად. ყველაფერი დამთავრებული, ანუ ძალადობრივი რესურსი გაუნულდა რადიკალურ ოპოზიციას და 800 კაცზე მეტი ვეღარ გამოხდა. მე მქონდა ამ ბერვის განმავლობაში შეხვედრა ძალიან ბევრ ბიზნესმენთან, ალბათ 20-ზე მეტთან მქონდა შეხვედრა და მზად ვარ ზუსტად იგივე შეთავაზებისთვის ნებისმიერ ჯგუფს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს საჯარო თუ არასაჯარო ფორმატში, როგორც მოესურვებათ, გავამართოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. დავაკონკრეტოთ, მაგალითად, ხვალ ზეგროდის გაქვთ დაახლოებით თავისუფალი დრო, რომ ეს ბიზნესმენები მოვიდნენ აქ პრეზენტაციებით, თავიანთი გათვლებით, ნებისმიერ დროს, ხვალ ზეგ, მასიგ ნებისმიერ დროს. ყველა შეხვდებით. როგორც უკვე აღნიშნეთ, ირაკლი კობახიძის აზრით დღეს ქვეყანაში არც პოლიტიკური კრიზისია და არც ეკონომიკური. შოკი იყო, მაგრამ გადაიარაო, ასე ფიქრობს ოცნების პრემიერი. მისივე თქმით, ამ დღეების განმავლობაში ის შეხვდა 20-ზე მეტ ბიზნესმენს. არ დაუკონკრეტებია, ვის შეხვდა ირაკლი კობახიძე, მაგრამ თქვა, რომ დამშვიდებულები წავიდნენ ისინი მთავრობის ადმინისტრაციიდან, რადგან სჯერათ ქართული ოცნების ხელისუფლების. ჩვენ დავამშვიდეთ ბიზნესმენები, უთხარით რომ მაიდანი უკვე იყო ჩავარდნილი, ან ჩავარდებოდა, როცა შევხვდით იმის და მიხედვით და უთხარით ის რომ ყველაფერი იქნებოდა ძალიან კარგად. ანუ ჩვენ ასეთი შეხვედრები გქონდა. შვიდნენ? ჩვენ რა არის იცით რატო გვაქვს ძალიან მყარი საფუძველი. ასეთი რევოლუციის ცდელობა სამჯერ გქონდა მანამდე. მაშინაც მოდიოდნენ ბიზნესმენები, ვამშვიდებდით და ჩვენი სიტყვა მართლდებოდა. აქედან გამომდინარე ჩვენი სიტყვა ჭრის. ჩვენ როცა ვეუბნებით ბიზნეს რომ რაღაც ასე მოხდება, რაღაც იქნება კარგად, მაგრამ ჩვენ გვეჯერათ, იმიტომ რომ სამჯერ დავპირდით და სამჯერვე შევასრულეთ. ეს მეოთხე დაპირებაც აუცილებლად შესრულდება. დამშვიდებულები გაუშვით აქედან? კი, მე ვფიქრობ, რომ ისინი წავიდნენ დამშვიდებულები. ვინ გაუშვა ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციიდან დამშვიდებული, ამის დაზუსტებას კიდევ ერთხელ შევეცადეთ ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურთან, მაგრამ ვერ მივიღეთ ინფორმაცია. მათ გითხრეს, რომ შეხვედრა იყო დახურული და რადგან არ გავაშუქებთ, ამიტომ ვერ დაგიკონკრეტებთ, ვინ ესწრებოდა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასო, თუმცა იყვნენ სხვადასხვა ბიზნესების წარმომადგენლებიო. მოკლედ, რა კითხვაც არ უნდა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, მისი პასუხია, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის კარგად, რომ რუსთაველზე გუშინ მხოლოდ 800 კაცი იდგა, მაიდანი ჩავარდა და ასე შემდეგ, როცა სახალხო ბაზრობებში და ბაზრობებზე მონაწილეობაზეც კი უარს ამბობენ მცირე მეწარმეები, როცა ვხედავთ დეველოპერები საუბრობენ უძრავი ქონების გაყიდვის მკვეთრ შემცირებაზე, ზოგიერთი საერთოდ შეჩერებაზეც, როცა ინვესტორები ინვესტიციების დაპაუზებაზე ყვებიან, როგორ არის ყველაფერი კარგად, ვკითხე კიდევ ერთხელ დღესაც ირაკლი კობახიძეს და ძალიან კი ვეცადე, რომ კონკრეტული მაგალითები მომეყვანა ქვეყანაში შექმნილი კრიზისის საილუსტრაციოდ ბიზნესის ხმისახით, მაგრამ ამაოდ. რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის ამ ბოლო მცდელობამ
მოეწყო მაიდანი ჩვენს ქვეყანაში, აერია ქვეყანა, ბუნებრივია იმოქმედა ბიზნესი. ეს ფაქტია. ანუ ეს არის ფაქტის კონსტატაცია, რაც გეთანხმებით. მაგრამ ის რომ ყველაფერი დასრულებულია, ამას გეუბნებით ძალიან მტკიცედ, ხო? ანუ მაიდანი უკვე ჩავარდა და მათ შორის ეს ადამიანები რო არიან დაკავებული, ხო, ადმინისტრაციული წესით, სისხლისამართლებრივი წესით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ძალადობრივი რესურსი მთლიანად გაუნეიტრალდა. მაიდანი უკვე ჩავარდა, ყველაფერი უკვე დამშვიდდა, შესაბამისად, რაც იყო დანაკლისი დეკემბრის პირველ ნახევარში, ის ერთიურად აღდგება უკვე მაქსიმუმ იანვრიდან. კიდევ ერთხელ ერთად დავიტოვოთ ამის იმედი, ხალხო თემარ. თქვენც ეს იმედი უდან გქონდეთ. თქვენ ნუ გექნებათ საპირისპიროს იმედი, არ ვარ გას ქვეყნისთვის. ვინც იმედით ცოცხლობს, შიმშილით კვდება, გამიგია ესეც ანდაზა ქართული. მოკლედ ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ დღეს ნებსი თუ უნებლიეთ. ისიც თქვა, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ქვეყანაში ხდებოდა უბედურება. ეს მისი სიტყვებია და ეს დაიწყებოდა გუშინ, რომ არა 28 ნოემბრის ოცნების გადაწყვეტილება. ამ ლოგიკით ქართულმა ოცნებამ უბედურება უბრალოდ დააჩქარა. ასე გამოვიდა ყოველ შემთხვევაში. ანუკა ეს თელარა გელანდია იყო, რომელმაც ირაკლი კობახიძის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები გაგვაცნო.